მოგესალმებით ყველას. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, რა გააცნობიერა მან თქვენთან დაკავშირებით. ვნახოთ ჯერ ვისთვის არის ეს გაშლა და მე ვნახოთ რა გააცნობიერა კონკრეტულმა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ასევე შეგახსენებთ, რომ მალე მომდევნო 1 კვირის განმავლობაში Facebook გვერდს, რომელიც ამავე დასახელებით არის, ჯერ კიდევ შეეცვლება სახელი და უკვე შეგეძლებათ ჩემთან არა მხოლოდ ტარო კონსულტაციების, არამედ ფსიქოკონსულტირების მიღებაც. და მოკლედ Facebook გვერდი იქნება ზუსტად აი ამ მიმართულებით უფრო მეტად დატვირთული და აქტიური. ეხლა ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა და მე ვნახოთ რა გააცნობიერა კონკრეტულმა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. ვისთვის არის ეს გაშლა მაჩვენე? გასაგებია. გაშლა ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო გაშლა და იქნება რაღაცა საერთო ენერგია და საერთო სიტუაციები, მაგრამ ვისთვის არის კონკრეტულად ეს გაშლა და ეს არის მოცემულობა, როდესაც რაღაცა სიტუაცია, რომელიც უკავშირდება ფინანსებს, არის გაჩერებული და ეს სიტუაცია, ეს საკითხი, რომელთან მიმართებაშიდაც თქვენ უფრო მეტად თუ ქალბატონები მისმენთ, ქალბატონების თვის იქნება ეს, ან თუ მამაკაცები მისმენთ, თქვენ მიერ ჩაფიქრებულმა ქალბატონმა, შეიძლება ითქვას, რაღაცნაირად ცივად, ძალიან ისე მკაფიო საზღვრებით დააფიქსირა თავისი მოსაზრება რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სხვათა შორის ან ფინანსებს, ან ზომიერებას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. და ანუ თითქოს ერთგვარი შეჯამება, თითქოს ერთგვარი წერტილის დასმა იყო აქ მისი მხრიდან, რომ ან ესე, ან ესე. საკითხი სხვათა შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 1, 2, 3, 4 მაღალი არკანი და აქ არის უფრო მეტად ქალის ენერგია, იმპერატორი ქალის ენერგია, არკანი ძალის, არკანი სამყაროს და არკანი ჩამოკიდებული კაცის. მოკლედ სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ საკითხი როგორც თქვენ დაუსვით კონკრეტულ ადამიანს, ან გადაწყდება ისე, ან აღარ გადაწყდება არანაირი ფორმით. სწორედ ამან გამოიწვია ეს რაღაცა ერთგვარი პაუზა, თუმცა პაუზას რომ დათანხმდეს ის კონკრეტული ადამიანი, ეს ენერგია აქ არ ჩანს, იმიტომ რომ აქ არის ხმლების რაინდის ენერგია და ხმლების რაინდის ენერგია არის საკმაოდ ისეთი აი მებრძოლი, აქტიური, მესაკუთრე, ეჭვიანი, ნაწილობრივ манипуляტორიც, აი აქ, თუმცა არა თანმიმდევრული და არა გონივრული ქმედებებში. ეხლა ამ სიტუაციაში თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, აქ არის ხმლების რაინდი და ხმლების დედოფალი. აქ შეიძლება იყოს ასაკობრივი სხვაობაც, არც ეგ არ არის გამორიცხული, თუმცა ორივე ერთმანეთის მიმართ ხართ ხმლების ენერგიაში, ანუ ცივ ენერგიებში. ეხლა ვნახოთ რა გააცნობიერა, ვისთანაც რეზონირდა მოკლედ ეს გაშლა. ეხლა ვნახოთ რა გააცნობიერა ამ ჩვენმა ხმლების რაინდმა თქვენთან დაკავშირებით, ან ხმლების დედოფალმა თქვენთან დაკავშირებით. გააჩნია რომელი სქესი მიყურებთ. რა გააცნობიერა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. ხმლების რაინდი პირველივე არკანი
თასების დედოფალი, არკანი შეყვარებულები. არკანი მთვარე, 8-იანი თასები, 7-იანი თასები, არკანი ეშმაკი, სულელი, არკანი იეროფანტი. დასტის ბოლოს გვაქვს არკანი პაჟი. ნახეთ, ხმლების პაჟი როგორ დგას და როგორ უყურებს. იმპერატორი ქალი და თასების დედოფალი. არა, კვერთხების დედოფალი უკაცრავად. ესე გაიდენტიფიცირებთ თქვენ. მოკლედ, აქ ალბათ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის სიტუაცია, როდესაც ქალბატონები ნამდვილად ასაკით დიდი ბრძანდებით იმ ადამიანზე, ვინც ჩაიფიქრეთ და კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, სავარაუდოდ ან ოჯახი ყავთ, ან შვილებიც მათ შორის. რაც შეეხება გაცნობიერებას ამ კონკრეტული ადამიანისა თქვენთან დაკავშირებით, აქ არის წეგან აგიხსენით უკვე როგორი ენერგია ხმლების რაინდი და პირველივე რო ვკითხეთ რა გააცნობიერა, ისევ ამ ენერგიით აიდენტიფიცირებს თავს. მას თქვენთან კომუნიკაცია ნამდვილად სურს, იმიტომ რომ აქ არის მოცემულობა, როდესაც შეყვარებულების არკანი 100 აქ გამოსახული, უნდა არეთმობით, ან რაღაც სურვილი აქ მუდმივად, რომ თქვენ სივრცეში იტრიალოს, თქვენზე ინფორმაცია გაიგოს, რაღაცა რას შვებით, როგორ აკეთებთ, რას აკეთებთ, აი ყველაფერი ეს. თუნდაც უმნიშვნელო ყოველდღიური დეტალები, მაგრამ აი სივრცეში რო იყოს, აი ეს ძალიან სიამოვნებს. თუმცა აქ თქვენ შორის არის რაღაცა განსხვავება რეალური, რომელიც წარმოშობს რაღაცა ტიპის მინჯაჭულობას, რომელსაც ეს ადამიანი ან ვერ თმობს, ან ვერ ლახავს, ან ვერ ერევა, ან რაღაც ესეთი მსგავსი, იმიტომ რომ სულელი, ეშმაკი და იეროფანტი არკან შეყვარებულებთან ერთად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანს რაღაცა სერიოზული არჩევანის გაკეთება უწევს თქვენს სასარგებლოდ, ან მნიშვნელოვან რაღაცასთან მიმართებაში უწევს თავისი შეხედულების ცვლილება ან გადახედვა. არკანი შეყვარებულები აქ არის ხა არ ვიცი აქ თქვენ რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ აქ არის გამოსახული რქებიანი, ან ვერძი, ან თხის რქა, ან რამე ისეთი ჯიუტი ადამიანი, ორი ჯიუტი ადამიანი, რომელიც თავის პოზიციას არ თმობს. სიტუაცია არის ესეთი, გაცნობიერება კი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ის არ იმოქმედებს, თქვენ ნაბიჯს არ გადადგამთ. აქ არის ძალიან დიდი ემოციური მიჯაჭვულობა. ძალიან დიდი, აქ არის სიტუაცია, როცა ადამიანი ემოციურად ძალიან კარგად ხვდება და გრძნობს, რომ თუ არ მოიქცა ისე, როგორც საჭიროა და საჭირო ქცევა არ ნიშნავს ყოველთვის რაღაცა ისეთ გრანდიოზულს, უბრალოდ რაღაც გონივრულ ნაბიჯებს, ამ შემთხვევაში ის დაკარგავს ყველანაირი ტიპის შესაძლებლობას, რომ ამ ურთიერთობას თავიდან ქონდეს შანსი. არკანი სულელი არის ახალი დასაწყისის, ახალი შანსის ენერგია, როდესაც ხვდები, რომ თუ ისევ გავაგრძელე როგორც მანამდე, დავკარგავ ამ შესაძლებლობას ცხოვრებაში და აღარც არასოდეს განმეორდება ალბათ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ სიტუაცია ნამდვილად კარმულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაღალი არკანი განმეორდა, მაგრამ კარმული ენერგია ხართ თქვენ მისთვის, ვინც ახლა ამ გაშლას უყურებს და არა პირიქით. მაჩვენე კიდე რა გააცნობიერა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. არკანი წყლიანი ხმლები. ამ ადამიანს აქვს აშკარად შიშებიც რაღაც მომენტში, აი ნახეთ როგორი ხელის თითებივით არის ეს რაღაც შავი ფრთები, შიშები, ცხრიანი კვერთხები, 10-იანი კვერთხები. უჭირს თქვენს გარეშე. ეს გაცნობიერება ნამდვილად აქვს. უჭირს და ძალიან რთულია. არკანი ქურუმი ქალი. რთულია, იმიტომ რომ თქვენ აქ შეიძლება მიყურებდეთ ადამიანები, რომლებიც ხართ აი
წამყვანი ენერგიის მქონე ადამიანები, რომლებიც ინტუიციურად აჩვენებთ ადამიანებს გზას, როგორ შეიძლება რომ აი ამ რთულ ლაბირინთებში რაღაცა სწორად გაძვრე, დაზიანების გარეშე გაძვრე, არც ხარ ვარ დააზიანო და არც საკუთარი თავი, ხო? შესაბამისად, თქვენი ეს ენერგია ამ ადამიანს მოაკლდა და ამ დეფიციტს ეს ძალიან კარგად გრძნობს ეს პიროვნება. კი, ანუ ნახეთ, 6-იანი თასები აქ არის მენტორი და დელფინი, ანუ რომელს ასწავლის, აქ კიდე ცოტა საკითხავი ამბავია, მაგრამ რეალურად თქვენ ხართ ეს მენტორული უნარჩვევის მქონე ადამიანი, რომელიც აი ესე სათუთად, თამაშით დელფინები როგორ გადასცემენ, ხო, ინფორმაციას ხმებით, შეგრძნებებით, ქცევებით, ინსტინქტებით, აი ამ ყველაფრით თქვენ ამ ადამიანს შთააგონებთ. თქვენ მისი სახლი ხართ, სიმშვიდე ხართ ადგილი, სადაც ეს ადამიანი თავს დაცულად გრძნობს და არ სჭირდება რაღაც დამატებითი ძალისხმევა, რაღაცების მოფიქრება, ფორტუნას ბორბალი. და აი ზედმეტი არკანი 3-იანი თასები, ხო? ეს ყველაფერი ესეა ნამდვილად. არკანი ვარსკვლავი, არკანი კოშკი და თასების პაში. ცნობიერებაში აქ არის სიტუაცია, რომ ამ ადამიანმა თქვენი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გააცნობიერა მის ცხოვრებაში. ხვდება, რომ შემთხვევითი არ ხართ მის სივრცეში, შემთხვევითი ადამიანი არ ხართ და ხართ პიროვნება, რომელიც დადებით გავლენას ახდენს, ან შეუძლია რომ მოახდინოს მის ცხოვრებაში. მოდი ახლა ვნახოთ, რადგან ესეა რაღაც თითქოს პაუზაზეა ეს ურთიერთობა, გადმოდგამთ თუ არა ნაბიჯს. რომ გაკვირდებათ, ეს ცხადზე ცხადია. გადმოდგამ ნაბიჯს, ნახოთ აბა. 6-იანი პენტაკლები, თასების ტუზი, თასების მეფე. აქ შესაძლოა ადამიანს ძალიან უნდოდეს თქვენთან ან მიმოწერის განხორციელება, ან საუბარი, მაგრამ აი ნახეთ, თითებზე უკიდია ცეცხლი, ანუ ერთი სული აქ რომ რაღაცნაირად რაღაცა მოგწეროთ, მაგრამ ამ თავის თითებს აი ესე ცეცხლს უკიდებს და ურჩევნია რომ დაიწვას, ვიდრე თქვენ მოგწეროთ. მოპატიეთ. 6-იანი ხმლები, 4-იანი თასები ძალიან მოწყენილია. ჯიუტიათ, ყველა არ მიჩვენებია მე ის ენერგია თქვენთვის იქ ეშმაკის არკანზე, რომ ვაცია გამოსახული, ხო? ჯიუტი ადამიანი. ხმლების დედოფალი. თქვენ. პენტაკლების მეფე და კვერთხების რაინდი. ნუ ნაბიჯს გადმოდგამს კი, ალბათ, მაგრამ ჯერ სანამ კარგად არ დაიწვავს ხელფეხს, მანამდე ალბათ არა. ესეთი სიტუაციაა აქ. მეცინება. მოკლედ ასე მეგობრებო, იმედი მაქვს თქვენთვის საჭირო ინფორმაცია აიღეთ. გისურვებთ წარმატებებს. მშვიდობას გისურვებთ და რა ვიცი, ყველაფერი კარგი თქვენკენ. დროებით.